აბა დაფიქრებულ ხართ რა დგას ყოველი ნაბიჯის, ყოველი გულისცემის, თუნდაც ერთი უბრალო ღიმილის მიღმა. აი ამ ყველაფრის უკან ხომ საოცრად რთული და ძლიერი სისტემა იმალება. დღეს ზუსტად ამაზე ვისაუბრებთ. ჩაუღრმავდებით ადამიანის სხეულის ნამდვილი ძრავის საიდუმლოებებს, ჩვენს კუნთოვან სისტემას. მზად ხართ გაიგოთ რა ხდება სინამდვილეში ჩვენს კანქვეშ, მაშინ დავიწყოთ. მოდით აბა ერთი მარტივი კითხვით დავიწყოთ. ერთი შეხედვით მარტივით. აი უბრალოდ დაფიქრდეთ. თქვენი აზრით, რამდენი კუნთი აქვს ადამიანს? აბა სცადეთ გამოიცნოთ. პასუხი კი 600-ზე მეტია. წარმოგიდგენიათ? ეს უბრალოდ რიცხვი კი არა. ეს არის 600-ზე მეტი პაწაწინა ძრავისგან შემდგარი, ასე თქვათ, მთელი ორკესტრი, რომელიც იდეალურ ჰარმონიაში მუშაობს. თანაც მაშინაც კი, როცა ჩვენ ამაზე საერთოდ არ ფიქრობთ. ხო და აი სწორედ ეს 600-ზე მეტი კუნთი ქმნის იმას, რასაც კუნთების სამყაროს უწოდებთ. ეს არის სისტემა, სადაც თითეული მათგანი, იდეალურ ჰარმონიაში მუშაობს. მოდით ახლა უფრო ღრმად ჩავიხედოთ და ვნახოთ რა ხდება შიგნით. და იცით, როცა კუნთებზე ვლაპარაკობთ, მარტო ბიცეპსები არ უნდა წარმოიდგინოთ. არა, საქმე ბევრად უფრო საინტერესოა და აი თუნდაც თქვენი სადილი. ის ხომ კუჭი კუნთების წყალობით ინელება, სისხლს მთელ სხეულში გულის კუნთი ამოძრავებს. როცა გცივათ, სწორედ კუნთების კანკალი გათბობთ. ისინი ფაქტობრივად ჩვენი სიცოცხლის უხილავი ჩუმი მუშაკები არიან. მაგრამ რა თქმა უნდა, ყველა ეს კუნთი ერთნაირი ნამდვილად არ არის. მოდით ასე წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ სხეულში სამი სხვადასხვა ტიპის სპეციალისტი მუშაობს და თითოეულს თავისი, სრულიად უნიკალური დავალება აქვს. მზად ხართ გავიცნოთ ეს სამეული? კარგით, პირველ რიგში გვყავს ჩონჩხის კუნთები. ესენი არიან, ასე თქვათ, ჩვენი მოხალისეები. ანუ, როცა თქვენ წვეტათ რომ ადგეთ და თქვათ, ყავა გაიკეცოთ, სწორედ მათ აძლევთ ბრძანებას. შემდეგ მოდიან გლუვი კუნთები. ესენი უკვე ავტომატური სისტემებია. ხომ არ ფიქრობთ იმაზე, როგორ გადაამუშავოს კუჭმა საკვები? რა თქმა უნდა, არა. აი ეს კუნთები ამას თავისი დაკეთებენ, ჩუმად და შეუმჩნევლად. და ბოლოს ნამდვილი ლეგენდა, გულის კუნთი. ეს არის ჩვენი პირადი დაუღალავი ძრავა, რომელიც წამითაც არ ჩერდება დაბადებიდან, სიცოცხლის ბოლომდე. კარგი, გასაგებია, რომ კუნთებს სხვადასხვა ტიპები აქვთ. მაგრამ აქ უკვე ჩნდება კითხვა. ნეთავ ყველას ერთნაირი კუნთოვანი სისტემა გვაქვს. მოდით, ერთი ვნახოთ. არის თუ არა რაიმე განსხვავება ქალისა და მამაკაცის კუნთოვან აგებულებას შორის? აქ ზოგადად მთავარ როლს ჰორმონები თამაშობენ. აი მაგალითად, მამაკაცებში ტესტოსტერონი კუნთოვანი მასის უფრო მეტად ზრდას უწყობს ხელს. ქალებში კი თავის მხრივ ესტროგენი უფრო ძალის თანაბარ განაწილებაზე და ცხიმის მარაგზე ახდენს გავლენას. ოღონდ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვინმე უფრო ძლიერია ან სუსტი. არა, უბრალოდ ჩვენი სხეულები ცოტა სხვანაირად არის აწყობილი. სულ ესა. კარგი, ახლა მოდით ერთი წუთით ყურადღება გადავიტანოთ კუნთების ერთ ძალიან კონკრეტულ და საინტერესო ჯგუფზე. ეს ის კუნთებია, რომლებსაც ყოველდღე, ყოველ წუთს ვიყენებთ, თანაც ხშირად ისე, რომ ვერც კი ვაცნობიერებთ. დიახ, ეს ჩვენი სახის, ანუ მიმიკური კუნთებია. აი საერთოდ დაფიქრებულ ხართ, რომ თქვენი სახე ფაქტობრივად სცენაა, სადაც ათობით პაწაწინა კუნთი მსახიობობს, სწორედ ისინი ქმნიან ყველაფერს. სიხარულის ღიმილს, გაოცებისგან აწეულ წარბებს, ბრაზისგან შეჭმუხნულ შუბლს, ეს ხომ ისენაა, რომელიც სიტყვების გარეშეც კი მშვენივრად საუბრობს. აი სხვათა შორის ერთი სახალისო ფაქტიც. იცოდით, რომ გაღიმება ენერგეტიკულად ბევრად უფრო მონგებიანია, ვიდრე წარბების შეჭმუხნა? კი, ზუსტად ასეა. თქვენი სხეული ნაკლებ ენერგიას ხარჯავს, როცა პოზიტიურ ემოციას გამოხატავთ. ასე რომ რა გამოდის? გაიღიმეთ უფრო ეკონომიურია. კარგი, ახლა მოდით გადავიდეთ ისეთ შეგრძნებაზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, ყველასთვის ნაცნობია, ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უარზიშია. აი ეს დამახასიათებელი წვის შეგრძნება კუნთებში. რა ხდება ამ დროს რეალურად ჩვენს სხეულში? ამ შეგრძნების მთავარი დამნაშავე, ასე ვთქვათ, არის რძემშავა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ნივთიერება, რომელსაც ჩვენი კუნთები მაშინ გამოიმუშავებენ, როდესაც ძალიან ინტენსიურად მუშაობენ და ამისთვის საკმარისი ჟანგბადი უბრალოდ აღარ ყოფნით. მოდით ასეთი სცენა წარმოვიდგინოთ. თქვენ ძალიან ინტენსიურად ვარჯიშობთ. თქვენი კუნთები ფაქტობრივად ყვირიან, მეტი ენერგია გვინდა, მეტი ჟანგბადი, მაგრამ თქვენი სხეული ამ ტემპს ვეღარ ახვება და მიწოდებას ვეღარ ასწრებს. ხო და სწორედ ამ დროს კუნთები რთავენ ერთგვარ გადარჩენის რეჟიმს და ენერგიის გამომუშავებას იწყებენ, ოღონდ უკვე ჟანგბადის გარეშე. და აი ამ პროცესის ნარჩენი პროდუქტი არის ის რძემჟავა, რომელიც გროვდება და გაგრძნობინებთ იმ კარგად ნაცნობ წვის შეგრძნებას. და ნელ-ნელა რომ შევაჯამოთ, ერთი ძალიან კარგი ციტატა მინდა გავიხსენო. ჩვენი კუნთოვანი სისტემა თავისი ძალით, თავისი სირთულით, ემოციების გამოხატვის უნარით, ნამდვილად რომ ჩვენი შინაგანი სამყაროს სირთულეს ასახავს. ეს უბრალოდ ფიზიკა არაა, ბევრად მეტია. ასე რომ დაწყებული იმ 600-ზე მეტი მამოძრავებლით და დამთავრებული შინაგანი უხილავი მარეგულირებლებით, თქვენი კუნთოვანი სისტემა მუდმივი მუშაობის და მართლაც საოცარი ადაპტაციის ისტორიაა. ეს არის მექანიზმი, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით სიცოცხლეს გჩუქნით. და ბოლოს მინდა ერთი კითხვა დაგიტოვოთ. აი ზუსტად ახლა ამ წამს, როცა ამას უსმენთ, რომელი კუნთები მუშაობენ თქვენ სხეულში?
იქნებ თვალები, რომლებიც ეკრანს უყურებენ, ან კისერი, რომელსაც თავი უჭირავს, იქნებ ზურგი, რომელიც გეხმარებათ ჯდომაში. დაფიქრდით, ეს სისტემა არასდროს ისვენებს. ის ყოველთვის, ყოველ წამს თქვენთანაა. უბრალოდ იგრძნენით ეს.